მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანის გასასწრა შინახარ, პატიმრობასა შინამყოფი ადამიანები და სამწუხაროდ ჩვენ და იმ ბოლო ხანს ძალიან სამწუხაროდ ჩვენ და მომიწია ის რომ ის მრევლი მინდა გაგამხნეოთ, ვისაც მოძღვრები გარდაგეცვალათ რა. ძალიან მიყვა რაღაცა ერთმანეთზე ის ციმე და ურთულესი დღეები და ყველა იმ მრევლს აი ძალიან ბევრი ადამიანი დაობლდით, რასაც ვქვია, აი მშობელი გარდაგვეცვალა, აი მაგას ნიშნავს, მამა აკაკი იქ მეუფე სერაფიმე იქ, მამა გაბრიელი და დავი ძალიან ბევრი მოძღვარი ესე რაღაცნაირად წავიდა უცბად ჩვენგან და ყველა იმ მრევლს მინდა რომ სიძლიერე გისურვოთ და გადატანა ყველაფრის და რწმენა იმისა, რომ ისინი აუცილებლად იქიდან დაგვეხმარებიან. ძალიან რთული არის ეს, რა ვიცი, ურთულესი ის არის, რომ აი ყველაზე დიდი ტკივილია ალბათ, რომ როცა მოძღვარი ადამიანი შენი სულის პატრონი რო გიგუდება რა და რა ვიცი, ღმერთმაც შეიწყოს ისინიც და თქვენც ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგს დღეს ყავს სტუმრად. ფათაშორის ის კითხვა უნდა დაგისვათ, მამაო, დაგლოცეთ თუ შეიძლება. მადლობა მოწვევისათვის და მეც მინდა რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანებს ვინც დღეს გარკვეული მიზეზების გამო არ არიან ჩვენს გვერდში, ეს მოახერხა ახალი წელი მოდის უკვე რამდენიმე დღეში და ვისურვოთ რომ ამ წელს მაინც დაბრუნებულიყო თავიანთ ოჯახებს და ეს განსაცდელები, ეს გაჭირვება რაც ასთვისო დღეს თვალსაჩინო არის ყოფილიყო ეს ცხოვრება რომ ჩვენ ქართველებს და აქ ცხოვრება ყველა მოქალაქეს თავი ეგზოთ მონას ღირსეულად და ეს გაჭირვება არ ყოფილიყოს არ ჩვენთან არ ზოგადად მთელს ქვეყანას. მამა ეკუთვნე თუ შეიძლება მე როგორც მოძღვარს მინდა კითხოთ რომ აი რა უნდა ქნა როცა ესე მრევლი ობლდება რა და ძალიან ესეც იმაში არიან რთულ დღეთან ესეთი დონის მოძღვრები რომ რაღაცნაირად მიდიან რომ აი ადამიანები ძალიან დამოკიდებული იყვნენ რა იმაზე თუ ყოველი დღე მიფარებული ქონდათ მათზე და რას ურჩევთ თქვენ? რა თქმა უნდა ურთულესია ბატონო გიორგი ახლა წარმოვიდგინეთ რომ თქვენ ახსენეთ ახლა მშობელი და შეიძლება უფრო მეტის სულიერი მოძღვარს უდესი როლი აქვს პირად ცხოვრებაში ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის არის სწორი მიმართულების მიმცემი და ასე ვთქვათ სწორ მოძღვარზეა დამოკიდებული ადამიანის სულის გადარჩენა და ხსნა და იმ გზაზე რაც უჩვენა უფალმა. რა თქმა უნდა გულსატკენია რომ ესეთი მოძღვარი როგორც მამა აკაკი, მამა გაბრიელი, აგე მეუფე სერაფიმე და სხვები აი ესე უცბად თქოს ერთმანეთს მიყოლები რაღაცნაირად აი ბოლო პერიოდში ეს 2025 წლის ბოლო პერიოდი რაღაცნაირად აი ესე მძიმედ აისახა მათი სულიერი შვილების სულიერ ცხოვრებაზეც და რა თქმა უნდა ეს გულდასაწყვეტია და რაც ჩვენზე დამოკიდებული ჩვენი ლოცვით, ჩვენი იმ ესე იგი იმ ისე უნდა ვიცხოვროთ როგორც მათ სურდა და მათ გაიხარდებოდა და მათი სურვილი იყო, იმიტომ რომ სულიერი მოძღვრის თავი რა ზრუნვა თავის სულიერ შვილზე რომ გადარჩეს ადამიანი და არაერთი თაობა აღიზარდა მათ ხელში, ხო იგი ჩვენ თვალწინაც ახლა ვერ ვიცი ჩვენ მათი მრევლი იყო და დღესაც არის და ბუნებრივია ეს გულის ტკივილს იწვევს და რჩევა იქნებოდა ის რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ როგორც აი მამა აკაკი იყო, მამა გაბრიელი იყო და სხვები აი ესეთი მათი დოლბასი ეს თქვა მსგავსი მოძღვრები და გავაგზავნოთ სულიერი ცხოვრება და ისინი იქიდან დაგვეხმარებიან და ჩვენ აქედან დავეხმარებთ მათ სულებს, იმიტომ რომ ჩვენზე დამოკიდებული ზოგადად შემდგომში ადამიანის გარდაცვლილი ადამიანის სულზე ზრუნვა და მათ შორის რა თქმა უნდა როგორც აი მშობელზე ზრუნვად გარდაცვლილ მშობელზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ არ დაგვაუწყდეს მათ სახელები და ეთქინა მათი გარდაცვალების დღეა, დაბადების დღეები, მიცვალებულთა მოხსნების დღეები, ზოგადად ისედაც ყოველ შაბათ-კვირას აი ამით უნდა დავაფოსოთ ახლა ჩვენი მოძღვრები და ეს ამაგი ამით გადავხადოთ რომ ჩვენ მივიდეთ ეკლესიაში, კი არ უნდა მივატოვოთ, კი არ უნდა წამოვიდეთ ეკლესიაში, სამწუხაროდ ესეთი შემთხვევებიც არის, რომ ბევრი ტოვებს, აი ამასთანაც გქონდა საუბარი ერთ ადამიანთან და ფაქტიურად რომ გარდაცვალა მოძღვარი და ესე იგი ვეღარსად ვეღარ მიდის და პოულობს დაუშვა და ნუ ჩვენ და სხვაებიც რა თქმა უნდა ჩვენ ურჩევთ ხოლმე რომ მადლობა ღმერთს არის ესეთი მოძღვრები რომლებიც მთელი თავისი შეგნები დაუდგებიან გვერდში და როგორც ის სულიერი მამა უკეთებს, იგივეს გაუკეთებენ მასაც. დიახ, ხო აუცილებელია თან ამ დროს მამაო ზიარება. მოწყვეტა რა თქმა უნდა არის არასწორი და პირიქით ეს მადლი ის რაც მიიღეს სწორედ მისი სულიერი მოძღვრის დამსახურებით, კი არ უნდა დაკარგოს, კი არ უნდა გაატანოს წყალს, პირიქით უნდა შემატოს თავის ცხოვრებას, სულიერ ცხოვრებას, უფრო მეტი შედეგები და ეს როგორ ისე ეკლესიას მისვლით, თუნდაც იგივე ტაძარში თუ სხვა მოძღვარია მასთან
მისული და იმიტომ რომ მამა აკაკისაც და მამა გაბრიელსაც და ვინც დღეს აღარ არის მათაც ეს გაუხარდებოდა უხარეთ კიდევაც იმიტომ რომ ისინი ჩვენ ახლა ფიზიკურად ვერ ხედავთ მაგრამ აი ჩვენ უწინას უყარს ხომ სულ დაკავშირი არსებობს და აი როგორ უნდა ურთიერთობა მიცვალებულთან მოგენატრება ხო ეკლესიაში მისვლით პანშვიდის გადახდის მოხსენიებით ლოცვაზე განსაკუთრებით წირვაზე იმიტომ რომ დესი მადლეტრიალებს ტაძარში და ამ დროს მთელი ხილავი მთელი სამყარო უფალი ღვთისმშობელთან ანგელოსთან ერთად მონაწილეობს და ჩვენ უდლები ვართ თანამწირულები აი ზეციური ძალების და აი ესე მისული და უნდა დავაფასო და უნდა მათ პირიქით არ უნდა ვადგინოთ გული იმიტომ ისინი გრძნობენ როცა ადამიანი აქ დაუშვათ რაღაცას გადაუხოს ისე ვერ ცხოვრობს როგორც ისინი განიცდიან ამას და ამიტომ ჩვენ იქაც ამისი არ უნდა მივცეთ ამის ეს რომ რაღაცა გული ედგინოთ იქაც პირიქით ჩვენი ადამიანები ჩვენი იმ რაც მოვინაყოფეთ მათი მეშვეობით უნდა აქედან გადაუხადოთ მადლიერება და იგივე როგორც გითხარით მისული და ლოცვი და ხშირი მოხსენიებით დიახ ძალიან დიდი მადლობა და ეხა არ მინდა ამ სამწუხარო იმაში თემაში შევყვეთ და მინდა რომ გადავიდე სხვა თემაზე იმიტომ რომ ის მხილად ტკივილია რომ არ ეყოფა მართლა არც ერთი გადაცემა მინდა ხოლმე აუცილებლად ყოველთვის ცალკე გადაცემას აუცილებლად მიუძღვნი იქ მამოს იანურის ბოლოსათვის მამა აკაკის 40 არის ის რაც მოუწევს აუცილებლად მათ ოჯახის წევრებს ახლობლებს ყველას მოვიყვან და ვალაპარაკებ რომ მე მათი სახელი უკ დავყოთ აუცილებლად ფილმებსაც გავაკეთებ და ყველაფერს ვეცდები რაღაცნაირად ეს ხალხი დავამახსოვრო ამ ეპოქა კი დაამახსოვრდებათ, მაგრამ ის უშევახსენო ხოლმე და მათი სულის რაღაცა აი მუდამ ჩვენთან სამყოფად რაღაცნაირად რომ გავიხაროთ ყველაფერს ვიზამ იმისათვის რომ სულიყვნენ ჩვენთან რა ისედაც ჩვენთან არიან მაგრამ რაღაცნაირად გავაკეთებ ბევრ ფილმს და დარწმუნებული ვარ რომ ღმერთი დაგვეხმარება ამაში და დღეს ყავს საინტერესო სტუმარი ყავს კიდე ექვთიმესთან ერთად და მინდა რომ კითხო როგორ ხარ პატარა ალექსანდრე ყველა მიცის უკვე კარგად მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი სხვათაშორის ძალიან მიდოდა აი ამ საახალწლოდ რომ ბოლო ეთერები არის ერთ-ერთი და რომ მომეწვია და იცი რა მაინტერესებს აი ბევრი ადამიანი დამწუხდა რაღაცა ეხა წეგან მჭირდა და მამაურასაც საუბრობ შენ რას ურჩევ აი რაღაცნაირად ისა რა ქვია რას ურჩევ და პირიქით მოესალმები ყველას ჩვენს მაყურებელს და მამაურს თქვა პირიქით არ უნდა მოვწყდეთ და როგორც ისინი ისურვენ და პირიქით ეხლა იქაც ხედავენ და იქაც ხედავენ რას ვაკეთებთ ხო იქიდან ხედავენ პირიქით და ისე როგორც ისურვენ თუ გინდა რომ ასე ვთქვათ გავახაროთ ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა ვილოცოთ მათთვის სულებისთვის ეხლა როგორც ადამიანი სიცხეში ადამიანისთვის და როცა ადამიანი ცუდად არის როცა წყურვილი კლავს მასთვის ასე ვთქვათ გადამჩენი ხო წყალია და ასე ვთქვათ ადამიანისთვისაც როცა გარდაცვლილია მისთვის ასე ვთქვათ გადამჩენელი და დამხმარე არის რა თქმა უნდა პანაშვიდი და ლოცვა-წირვა და მათი მოხსენიება და არ უნდა დავიწყოთ პირიქით და მადლობა ღმერთს რომ არის ისეთი მოწყობინებით ასე ვთქვათ იმათნაირი იქნებიან და უფრო დაეხმარებიან და მართლა რთულია უტოლდება რასაც ვქვია მშობლის გარდაცვალება შეიძლება მეტიც იყოს იმიტომ რომ ვერავინ ასე ვთქვათ რაღაცაში დამხმარე თავარ ასე ვთქვათ სიტუაციაში დამხმარე გარდაგეცვლება ხო რა ხელად ტკივილია და ეს არის შენი სულიერი ასე ვთქვათ მშობელი იმიტომ რომ ის გზას გიკვალავს და პირიქით მიყავხარ სწორი გზისკენ და არ უნდა დამწუხრდეთ პირიქით უნდა ასე ვთქვათ უფრო გავძლიერდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ და რაც შეგვიძლია არ უნდა დავკარგოთ მათი სახელები და დავივიწყოთ მადლობა ძალიან დიდი მადლობა და მამაო თუ შეიძლება გადმოვალ ხა დღევანდელი თემა ხა წლის ბოლო დგება და აი რაღაცა დასაწყისში იმაში როგორ უნდა შეხვდნენ ადამიანები მამაო აი ამ იმას როგორ დაიწყონ იმიტომ რომ სულ ყოველთვის რაღაცა იშობა მოდის ხო და რაღაცნაირად ხალხი იმაში არის რა ქვია რომ აი კიდე ერთი ახალი წელი მოვიდა მაინც არაფერი არ იცვლება მაცხოვრებაში რაღაცა აი რა უნდა გავაკეთოთ აი რა უნდა იყოს დასაწყისი კაი შეგითხრა ბატონო გიორგი მადლობა დღეს არის ესეთი რა ვთქვათ ყველაზე პრობლემატური თემა შეიძლება ასე ითქვას იმიტომ რომ არა მარტო ჩვენი ქვეყანა ზოგადად აი კითხეთ თუ გადავხედათ ამ სოფლიოს არ არის სახარბელი მდგომარეობა ხო მით უმეტეს სულ ერკუთხით გულისხმობ ამას ახლა შეიძლება ეკონომიკურად ვიღაცა კარგად იყოს კარგად ცხოვრობს მაგრამ ეს ხო მიწიერი ცხოვრება არაფერს წარმაულია ყველაფერი რაც ამ დღეს კარგად იყო ადამიანების ჭყალებში ყველაფერი დროებითია წარმაულია და
ამიტომ ძირითადი აქცენტი უნდა კეთდებოდეს სულიერ ცხოვრებას, სულიერ გადარჩენაზე და ნაწილის ბოლოა როგორც ამას მოძღვრები გვარიგებენ, წინა მამები მაგალითად ნეოქროპილი პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ ერთგვარად უნდა ანგარიში მოვთხოვოთ საკუთარ თავს, აი ამის წლის განმავლობაში როგორ იყო ჩვენთვის, რამდენად წინ წავედით სულიერ ცხოვრებაში, რამდენად უკეთესად დავინახეთ საკუთარი თავი, მით უმეტეს აგერ მარხვა, ბოლო დღეებია მარხვის, შობის მარხვის და მით უმეტეს უკვე რო აი გაორმაგებული ძალით უნდა ცდილობს ადამიანი რომ ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და აი როგორც მაგალითად ამ მიწის ცხოვრებაში ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაა და ერთგვარად არის ხო 3 თვის შედეგები, 6 თვის შედეგები და ამ ანგარიშს აკეთებენ. ასე უნდა იყოს ადამიანიც და ამას ბრძანებს წინა ილია მართალის ხო ყოველ დღე საკუთარ თავს ვკითხო და აბა დღეს მე ვისვა ვარგი, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული მომავალი წლის წელი როგორ წარიმართება და როდესაც თუ დავინახავ და შევძლებთ იმას რომ უკეთესად შევიცნო საკუთარ ერთად როგორც ეფრემასური ბრძანებს და დავისახოთ რომ მომავალში ეს გამოასწოროთ, რა თქმა უნდა მომავალიც უფლის იმედით, არ საკუთარ თავის იმედით, არამედ უფლის იმედით ყველაფერი ის კარგად იქნება, იმიტომ რომ სხვა გზა და სხვა გამოსავალი არ არის გადარჩენის, ეს ერთადერთი გზა. ეს არის ჭეშმარიტ ქრისტიანობა, ეს არის ჭეშმარიტ ეკლესია და ჩართულობა ამ ეკლესიის ცხოვრებაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ისიც რომ სიტყვით ყველა აღიარებს უფალს, ყველა სწამს, ერთ შეხვედრად რომ გავიდეთ, აი გამოკითხოს ჩავატაროთ, მაგრამ სიამდვილეში იქიდან ალბათ პროცენტულად ძალიან ცოტა თუ დაიც ეკლესიაში და ვინც ეკლესიაში დაიც იქიდანაც ალბათ რამოდენიმე პროცენტი ვისაც მართლა გააზრებული აქვს რა არის ეკლესია და ნახელა მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ როგორც ამას ბრძანებს წმინდა კართაგენელი, ვისაც დედა არ არის ეკლესია, მის ღმერთი ვერ იქნება მამა, რატო? იმიტომ რომ ეკლესიაში უნდა დაიბადოს ადამიანი, სულიერ უნდა აღიზარდოს, უნდა განვითარდეს და ეს არის გადარჩენა, ეს არის მყუდრო ნავსაყუდელი, ასე ვთქვათ რა, სადაც შეუძლია ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს. ისე და ისე უფალზე მინდობით, იმიტომ რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში პრობლემები რომ გამოილიოს, ხო ეხლა ყველა წმინდანის რატო არის წმინდანის ცხოვრება საინტერესო ბატონი გიორგი რომ იქ ყველა წმინდანია რაც არ უნდა მას სულიერ წარმატებებს მიაღწია საკუთარ თავს მიიჩნევს და უცოდვილესად ყველაზე და ყველაზე და აი სიკვდილის წინაც კი ევედრებოდნენ უფალს რომ კიდევ მიეცა მათთვის გარკვეული დრო სინამდვილესათვის. არავინ არ მიიჩნევა თავს უკვე წმინდანი იყო ეს ვინმეს ეკადრებინა ალბათ რა ვიცი თუ გახსოვთ ხო უარყოფდნენ ეგრევე. რა თქმა უნდა პავლე მოციქულო ჩადის არეოპაკში და სასწაულს აღავს იგი ღმერთად უნდა და ღმერთად გამოაცხადდა და შემოიხევს ხო თქვენარი ადამიანი ვარო მეცო და რამის ხო ასეთ იმას ჩავარდება ხო და დღეს ბევრი ხილფში არის გონია რაღაცას აი ესაც ძალიან იმას გვიწევს სიარული რა ბეჭისხიძე ხო ბეჭისხიძე კი რომ აი ხილფში არ ჩავდეს ადამიანს მოქმედებს ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ აი შეიძლება რაღაცა მართლა მიიღო ადამიანმა და ვერ დაიტიო და ისეთ ხილფში ჩავარდეს რომ დაიღუპოს სულიერად აი ხო არიან ტაძარს და წეგანს შემთხვევით ალექსინებია შეიძლება 20-30 წელი დადიოს ადამიანი და აი პირიქით რომ აი ესეთ აპარტამენტში ჩავარდეს რომ აი ესეთი ის არის მაგრამ ეს ჩემი ადგილი აქ რატო დგეხარ მეწინ უნდა ვიდგე აი არის ხოლმე ხანდახ ხო რომ ერთმანეთს აწავ აი ზიარებას როლოდებენ იქაც კი რაღაც კამათი მოზის ხომ სიტყვაზე ახლა ეს ყველგან არ არის მაგრამ ხო ესეთი ფაქტები არსებობს და ისევე აი რა არის ახლა მეწინას თქვი რომ მარხვის ბოლო დღეებია და რა არის მარხვა მარტო ის არ არის რაღაცა საკუთრებისგან თავი შეიკავა ხო ახლა მარხჭეშმარიტ მარხვა როცა აღარ განიკითხავ როცა აღარ შეგძულდება ადამიანი როცა პირიქით აღარ შეგშურდება არავისი და პირიქით გეყარება შეუნდობი მიმტევებელი შემდობი და აი ეს არის ჭეშმარიტ ქრისტიანობა და ეს არის ჭეშმარიტი მარხვა, იმიტომ რომ ოქროპის ამას ბრძანებს რომ შეიძლება ადამიანი არ ჭამო ხორცი, ადამიანი შეჭამო ყველა ხო, ზუსტად. ამიტომ გუმართებს აი როგორც თქვენ ბრძანეთ, მართლა ბეჭდვის სიარული და უდესი სიფრთხილე რომ თუ ერთ ფეხი დაუწდა ადამიანს, მე ამის გამოსწორება საკმაოდ რთული არის, ამიტომ აი შევთხოვოთ უფალს, აი მომავალი წელი, რა თქმა უნდა, ყოფილიყოს უფრო მეტი შემეცნების მომტანო სულიერ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა და ისევ და ისევ აი ეს არის მთავარი უფალს მივენდოთ და უფლისნებით ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ საკუთარ თავზე დაყრდნობით ადამიანი ყოველთვის სიტომას დაუშვებს. ყოველთვის თომლებას ჩავარდება, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია განსაზღვროთ თუნდაც აი რა არის ჩვენთვის კარგი. და ხშირად ხომ ადამიანი რასაც ითხოვს უფლისაგან შეიძლება ის მისთვის საზიანო იყოს. და აი სწორედ გაჭიროებაში, განსაცდელებში გამოიცდება ადამიანი, ხო? ამიტომ პირიქით როცა
ეს რაღაც ადამიანის შემთხვევა უნდა იცოდეს რომ ეს უფალმა მასე დაუშვა და აგერ ხელ კვირას იყო ძველი აქტის მამთავრების ხსენება ხო მარჩვენეს იობის და იობმა წარმოადგენს რამ ხელის გამოიერა განსაცდელი ხო ბატონო გიორგი 10 შვილი ყავდა 10-ვე გარდაეცვალა იქ ყველაფერი დაკარგა დარჩა ცოლი რომელიც ყოველდღე აყვედრებოდა აგერ შენმა ღმერთმა აგერ ერთი რაღაცა ისაც არ დაცდენია სიტყვა და პირიქით იმაზე მეტი მიიღო რაც ქონდა ეს არის სწორად ესე იგი დათმენა მას შეუძლია მოთმინება შეუძლია ადამიანს მოუტანოს მოთმინებამ თავმდაბლობამ და უფლის იმედად ყოფნა იმიტომ რომ იგივე ა ა ბრაამი წარმოადგენდა ჩვილი არ ყავდა შეეძინა ნანატრიშვილი ისააკი და ისაც უნდა შეეძინა მსხვერპლად და როცა დაინახა უფალმა მართლაც ამაზე იყო წავშურე მე ახლა გაამბრალო მთელი მისი მოდგმა ხო აი ეს არის ჭეშმარიტი წმენა ამიტომ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი და მე გაგვიადულება კიდევაც რა სულიერი ცხოვრებაც ეკლესიური ცხოვრებაც აღარც ეხანს თქვი აღარც იძულილი იქნება აღარც შური აღარც ვერცის მოყვარეობა და აი ერთმანეთზე აი გვერდში თანადგომა ესე მთავარი და მნიშვნელოვანი და ადრეს თქვი თქვენთან გადაცემაში რა პატარა ერი ვარ ჩვენ აღარ ვართ ეს ნახევარი და აი სიძულის ზენა აი ეს ერთმანეთსა ეს გაუტანლობა ეს რაღაცნაირად უნდა ამოუძირკოთ იმიტომ რომ მართლაც არ ეკადრება ქართველებს და იმიტომ რომ ისტორიულად თუ გადავხედოთ სამწუხაროდ არის ისტორიაში ფურცლებს რომელიც აი სათქმედაც კი უხერხულია ხო ისეთი რაღაცებს კი აი ბრძოლა გავლენებისათვის სკამისათვის და ძალაუფლებისათვის და ამდენი ზიზღი ხო და აი ხანდახან რო დაუფიქრეთ ხო რო არა გარეშე მტრების შემოსვა ალბათ შეიძლება ქართველის რაღაციაზე ხო იმიტომ რომ ერთმანეთს როგორც მშვიდობიანობა იყო ერთმანეთს მიდოდა ერთმანეთს აი სამოქალაქოობა ომი და რა ვიცი ახლა აჯანყებები და რის გამო რომ ეს დღეს ზიხარ იმის გამო სხვა შეიძლება აღარ იჯდე იმიტომ დღეს შეიძლება ადამიანს კი დაღამდეს და ვეღარ გათენდეს ხო ვიღაცისთვის და ახლა ჩვენ აქვს საუბრობთ აი ვიღაცა დაუშვდა და გარდაიცვალა ხო ხდება გარდაცვალება და ხო ამიტომ ეს გვალდებს დაფიქრებას და უფრო აი ამ გასული წლის შეცდომების ფონზე ჩვენ უნდა ვისწავლოთ რომ მომავალში იგივე შეცდომები არ დაუშვოთ და უფრო უკეთესად ვიყვეთ რა და ამით ჩვენ თავსაც ვარგებთ ესაც ვარგებთ ქვეყანასაც და რა თქმა უნდა უფალსაც რა თქმა უნდა ჩვენ ესეთი ესათნოება და ესეთი ცხოვრება ადამიანს თავი ეს არის უფლის მიზანიც ეს არის ადამიანი გამოსწოროს და მივიდეს მასთან ახლოს ზუსტად თან მამაო რა არის ის ზოგს გონია რომ არ მოეთხოვება და აუცილებლად შენმა ნაჭარმა ტყემალმა შეიძლება შენ შვილს და შვილიშვილს წინ კვილი იმას ქნას კი რა თქმა უნდა არის ხოლმე ესეთი ისაც კი რა გვაქვს საუბარი რომ აი უფალი გულმოწყალე და მაპატიებს კი ბატონო გულმოწყალე და გაპატიებს მაგრამ არის სამართლიანიც მართსაჯული ასიშას მართსაჯულება უფალი მთელი მართსაჯულება უფლის ხელშია ხო მართსაჯულება ნიშნავს სამართლიან სასამართლოს სადაც არ იქნება ყვარს ნაცნობობა არ იქნება აი ადამიანს იმიტომ რომ აი ბოლო ჟამის დროს ესე იგი თვითონ ადამიანი იქნება თავის მიმართ განჩენს გამომტანი იმიტომ რომ როგორც ვიცხოვრებთ იმის შესაბამისად მოგოძღობა იქ საჟელი ხო ამიტომ უფალი აქარებს შორში ის გამოვიდა სამართლის სასამართლოც გვეკუთვნის იმას იმიტომ რომ ზოგს აი იქნება დაუშვათ რომ როცა ეკლესიაში არ დადიოდა ამდენ იცოდნა გევლო რა პასუხი უნდა გავცეთ ხო არ მარხულობდი არ ეზიარებოდი იქ განიკითხავდი სასულიერო პირებს და განიკითხავდი ეკლესიას ლანძღავდი აგერ მაღალი იერარქიებს და ესე განკითხვა ისეთი ჩვევაში გადაეზარდა ზოგიერთს ამას ვერც სასწავლებელი სამხედრო დიდი ცოდვა არის ყოველდღიურ ჩვეულებრივ რა თქმა უნდა ეს არ ეპატიება არავის თუ ვიღაცას გონია რომ აპატიებს რა თქმა უნდა შეიძლება ერთხელ გაპატიოს ორჯერ მაგრამ რატოა ლოცვებში ვითხოვთ ჩვენ ვისი ლოცვები შედგენილია ბასილი დიდის იონე ოქროპირის ათანასე დიდის დიდი მამების ხო და ჩვენ თხოვთ უფალ შენდობას ნეფსით ანუ განზრახ და უნებლიოთ ან გაუფრთხილოთ ჩადენე ცოდებისათვის როცა ადამიანი განზრახაცას ჩადიხარ იცი რასაც აკეთებ და მაინც ამას დგაო ნაბიჯებს აკეთგენ ეს რა თქმა უნდა უკვე შედარებით უპატიებელია თუ არ გამოვალ ადამიანმა უდესი სინარული და თუ არ გამოვალ დარჩა თავი ესე გასწორად გაკრეპებული თავის მდგომარეობაში ახლა უფალმა რაკან ძალით ვერავის რაცხონოს ჩვენზე ცხონება დამოკიდებულია ჩვენზე თან მომს ხისი გამკითხველი რაღაცნაირად როგორ არის ისიც ვერასოდეს ვერ გაიზრდება იმიტომ რომ მას ხო გონია რომ თვითონ და განიკითხოს და თვითონ არაფერს არ აშავებს ანუ ხისი გამკითხველი არის ის ვინც ფიქრობს რომ მე ამას არ გავაკეთებ აი ესენი ნახე როგორები არიან და ამ დროს ვერ გაიზრდება მამაო და ჩვენ ის გზდის როცა ჩვენ თავს ხედავთ ყველაზე დაცემულსაც შეცდომისაც ესეც და ხისი განკითხვის დროს შენ თავს ვერასოდეს ვერ აღმოაჩენ და ვერ იპოვე აი ესე ამაში ყველაზე დიდი დაღუპვა იყო სწორედ
შენიშნე თქვენ რომ აი საკუთარ თავს ვერ ხედავს ამ დროს და საკუთარ აი უარყოფითისას ვერ აღიქვამს და მიაჩნია საკუთარ და ყველაზე აღმატებულად ეს ანუ ეს აპარტამენტებაშია ხიბლშია და ნუ რო უთხრა ეს შეიძლება აქეთ რა ვიცი ხო სამწუხაროდ არის ეს შემთხვევებიც ხო და ამიტომ არის აი ეკლესიას ვთქვათ რომ ადამიანები ყველანი არ მოსულათ ხო გიორგი არ დაბადებულად სასულიერებლად და ამ შემდეგ ხო ეს უფალი აძლევს ყველა შანსს ამიტომ ეკლესიის ისტორიაში ყველანაირი შემთხვევებია განხილული რომ წინას ვახსენეთ წმინდანთა ცხოვრება ზოგი მეძავი იყო ზოგი ყაჩაღი იყო ზოგი რა ვიცი უძიმესი ცოდებში იყო ჩაბლაგე დავით მეფსალმონე ხა საშინელი ცოდა ჩაიდინა მაგრამ რატო აღადგინა უფალმა იმიტომ რომ მან მოინანია და სინანულით ჩამოერიეს ხა უძიმეს ცოდა ხო ამიტომ აი სინანულია ერთ-ერთი ის უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში რომ მაგრამ სინანულამდე რომ მიხვიდე ჯერ უნდა დაინახო საკუთარი შეცდომები საკუთარი თავი და როდესაც ადამიანი ამას მიხვდება, მას ხოდ რჩება ერთ-ერთი გზა, რომ აი გულიდან ამოხეთქოს სინანულმა და ეს უნდა ზოგ უფალსაც, რომ ეხლა ახსარებაზე ხო ეთყობა ადამიანს, რომ შემოდის განიცდის თუ არ განიცდის თავის მდგომარეობას. ზოგი ეხლა რაცა გაკითხოს იწყებს ხვევისას, რომ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ იმან ეს შემიძლია არ ეთქვა, მე ამას არ გავაკეთე, ანუ მაინც თავს იმართებს, ხვდებით ეხლა იმას კი არ თავის სიტყვას არ აღია. კი ვერ ხედავს და კი ვერ ხო აღიქოს, არამედ სხვა საბრალებს ხო და რაღაც მიდიხარ ისე ახსარებს, ეგ ხალხის კი მიგვრის ხოლმე. აი როგორ რაღაცა საკაც ალბათ ამასაც დრო ჭირდება ყველაფერს და მე მინახე ისინი სინარულში მოსულები, იმიტომ რომ ნელ-ნელ ნაბიჯ ყველაფერი თავი ემა ნაბიჯი გადადგას და მე უკვე უფალიც ეხმარება ადამიანს და უკვე ხდება რა შეიძლება თავიდან რაღაცების დამალოს არ თქვას და მე ამას ყველაფერი ჭირდება რომ გაიხსნას და ნუ გაიაზროს ეს ყველაფერი და ამას ადამიანი მიხვდა რომ ექიმთან რომ მიდიხარ ხა თუ ადამიანმა ის სიმპტომები არ უთხარი რაც გჭირს ხო ის დიაგნოზი ვერ დაგისვას და მკურნალობა იქნება უშედეგო და ეხლა რამდენად აღმატებული ის არის მეტია სულიერება ხო სულს გადარჩენა და ყველა ეს აუტყობა თუ გაჭირება და ეს მომდინარეობს ცოდის შედეგად ხო ცოდის შემდეგ შემოვიდა ეს ყველაფერი აქვეყნებაზე ხო და ამიტომ შევთხოვოთ უფალს რომ აი ამ ხრივ აი მომავალ წელს მაინც უფრო უკაი შედეგები გქონდეს ჩვენ ერთს და როგორც ოდესაც იყო აი წარმოიდგინე 100,000 მოწამე ერთ დღეს გამხელა რწმენა იყო მაშინ აი დავით გარეში როგორ მიყვარს ხოლმე 6,000 ბერი ერთ ლიტანობის აღდგომის ლიტანობაზე ეგრე შეეწირა მსხვერპლად ეხლა და რამხელა სულიერი ცხოვრება ყოფილა ხო იგი ყველა რეგიონში თითქმის სავსეა ეკლესია მონასტრები ძველი ტაძრები და ეს იმას ნიშნავს რომ ოდესღაც მართლაც სულიერი ცხოვრება მაღალ დონეზე იყო კი და ეხა ჩვენ უკან იყოს ხო სამწუხაროდ ესე უნდა იყოს მალობა ღმერთს აი მის წინასწრის დამსახურებაც არის და ებრაული შემოტრიალდა და აბა ძალიან თითქმის ყველა ეკლესია სავსეა დღეს და სწორედ მისი დამსახურებაა და აი ამხელა ღვაწლი და ამხელა ეს მიუძღვეს ამ ადამიანს და ამასაც დაფასება უნდა და ამას უნდა მოფრთხილება და პატივისცემა და რაც შეიძლება რომ აი ეს ბოლო წელი ყოფილიყოს ის რომ მომავალში უფრო მეტი გონიერება გამოგვეჩინოს და უფრო მეტი პატივი მიგოგოს ყველასთვის მისთვისაც და ყველა იერარქიასაც იმიტომ რომ უსტომელი ხა არავინ არ ვარ თქვენ ცხოვრებაში ჩემი დაწესებული რაღაცებს შეიძლება ადამიანმა პატარა შეცდომა დაუშვას მაგრამ ზოგადად იმიტომ ეკლესია რომ ეს მიხვიდე და ახსარებით გამოასწორო და წინ წახვიდე და ის არ უნდა დაუბრუნდე იმ წარსულ ცხოვრებას დიდი მადლობა მამაო ესეთ ლამაზსაუბრისათვის და მამაო თან აი თუ შეიძლება რომ აი ეს ჩვენ აი თითოეულმა აი ბევრს გუნია რომ აი მე მარტო ვერ მოვიყვან გაზაფხულს და იყოს არაუშავს აი რაღაცა ავყვები ამ ცხოვრების არა შენ ერთი შეგილია რომ შეცვალო შენ ერთმა იმიტომ შეუძლია ამის მაგალითად იმ წმინდანებსაც რო ეთქვათ ეგრე ხო ავიღოთ მარტო ოდონე გიორგი ეგრე ნოეს მაგალითი ხო ეხლა იმ წარღვნის პერიოდში თელესოფლიო გარყვნილზე იყო ეს ერთი ადამიანი თავის ოჯახთან ერთად სიწმინდეს ინარჩუნებდა და ცხოვრობდა პატიოსნად. ავიღოთ იგივე ლოთი ხო სოდომ გომორში მისი ოჯახი პატიოსნად ცხოვრობდა და ეს გამართლებელი არგუმენტი არ არის რომ დაუშვათ აკის სხვა ესია. ამიტომ თუ ერთი ადამიანი შეძლებს საკუთარი თავი გამოასწოროს ის ირგვლივ რომ მის ირგვლივ ძალიან ბევრი მიბაძავს მას და თუ ერთი გადარჩაო მის ირგვლივ ბევრი ცხონდებაო ხო ამასაც ბრძანებენ მამამი ხო და ყველამ რომ საკუთარ თავს მიხედოთ იმიტომ კი არა რომ მე რა მეშველება მაინც არაფერი არ მეშველება ეს უიმედობაა და საშინელი მდგომარეობაა და პირიქით მოტყუება რა თქმა უნდა საკუთარი თავის ეხლა რატომ უნდა მიბაძო იმას გას მოდი მე ჩემს აი როგორც იგივე ნოემ გააკეთა როგორც აგერ ლოთმა გააკეთა ხო მიყვებით ჩვენ ცხოვრება მიყვოთ უფლის ცნებებს და აგერ წაღანს ვახსენე აბრამი იმხელა სიმდრის ადამიანი იყო და გახდა ღირს იმისა რომ თავად საamba გამოაცხადა და ანგელოზის სახით ხო საamba და ამბრეს მოხასთან და ისტუმრა და გაუმასმიძა მათ და ეხლა ეს ხო შეიძლება ვიღაცას ეხლა ზღაბრად მოეჩვენოს ზღას რაღაცები იქ მაგრამ
ეს ხო ფაქტია, ეს იმას ყოველთვის ეს არ მოხდარა და არ იყო. ხო და ამიტომ მგონი სვირელს კიდე მე მგონი ერთ წმინდას კიდე გამოეცხა და ხო და ეს ჩვენც მაგალითები არის, ამ ეს შეუძლია მოიტანოს სწორედ აი მართალი ცხოვრების წესი ცხოვრებამ რა, როცა ადამიანი წმენი ცხოვრობს და უფრო იმედად არის. ეხლა შეიძლება განსაცდელები კიდევ გავიმეორო რაღაცა დაუშვას უფრო თუნდაც გამოცდის მიზნით, მაგრამ როცა ამას გაუძლევ ჩვენ და ესე უფლის იმედით, ხო, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ აი ეს ისო გავიხსენე ანტონიდის ცხოვრებაში ახლა ბრძოლები ქონა ამ ადამიანს და აი პირდაპირ ბოროტიძალა ხან ჭაში აგდებდა ხან რა ვიცი საშინლად ნაცემ ნაბეგვი ესეთი და ბოლოს გაუძლო ამ ყველაფერსა და იგრძნო რომ მადლი გადმოვიდა და ყველაფერი დამშვიდა და მიმართა უფალო სად იყავი ამდენი ხანი ხო შეგეძლო ახავდებოდა და შენთან ვიყავი ანტონი შენთან და გაგვირდებოდი იმიტომ რომ როგორ გაუძლებდი იმიტომ რომ აი პავლე მოციქულს წარმოდგინე გიორგი ასე ბრძანებს რომ ესე იგი ვედრები უფალო სატანის ანგელოზი მომაცილეს რომელიც ყოველ ტანჯავს უმეოდა ნახე რა სიტყვის უფალო მადლი არის საკმარისია რომელიც გეძლებოდა აი სწორედ აი ბრძოლებში გამოიწრთობა ადამიანი იმიტომ რომ მის განსაცდელს დაითმეს ის რა თქმა უნდა გადარჩება და ის გავა სამშვიდობოზე იმიტომ რომ ესაც ჩვენსავე სასარგებლოდ არის რომ არ ზედმეტად არ გაამპარტავდა და ზედმეტად არ ჩავარდა ხიფში და პირიქით როცა რაღაცას გეძლო უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო რომ ის არ დაკარგო და იმას უნდა მოუხდე უფრო წინ წახვიდე ცხოვრებაში და გულიანი ადამიანები სულ რაღაც განსაცდელს გრძნობენ და ყოველთვის მოდის ხოლმე რომ აი ბოროტი იმას სტილოს რომ ის შენი გული გააციოს რა რომ აი ხელი აიღო ყველაფერზე და თქვა რომ აუ მე მაინც რაღაცა და გული უნდა არა პირიქით აი ამას უნდა გაუძლო ეს ბოროტისგან არის რომ შენი ადამიანური ის მოსპოს და რაღაც ასაკოდას ჩაგაგდო და არა ყვეთ გეხვეწები ის ყოველთვის იქნება ეს განსაცდელები სანამ კაი ადამიანი ხართ და სანამ გძნობთ ამ ქვეყნის ამ სამყაროს პულსს როცა ვერ იგრძნობთ მე ძალიან ცუდი იქნება შეიძლება განსაცდელი იყოს და განსაცდელიც ვერ იგრძნობ განსაცდელს ვერ იგრძნობ ანუ შენ გაცივდი და შენ რო გაცივდები ეს არის ყველაზე დიდი განსაცდელი ამ ქვეყნად ეგ არის უბრალოდ და აი ყველაფერს აკეთებს ბოროტი რომ გაცივდე და გაციებული ადამიანი კიდე ზეცას ვერ მოიპოვებ შანსი არ უნდა იყოს თბილი და ის გრძნობი არის რაც აუცილებლად ეს გრძნობები განსაცდელებს წარმოშობს რა გძნობ უბრალოდ რა იმ ყველაფერ ტკივის რაც აი ამ ცოდვილ დედამიწაზე აუცილებლად უნდა გადავიდე ალექსანდრესთან დიდი მადლობა ალექსანდრე კიდევ ერთხელ და რამე და იცი კითხო რა აი როგორ უნდა იმას ვქნათ აი ხა მომავალი წელი მოდის ხო ისეთი რაღაცა აი როგორი ლამაზი ის იქნება ხო და აი ადამიანები მოესწრენ ამ ზოგი დაარდობს ზოგი მაგრამ რაღაცა ვერ შეძლო რაღაცა აი რა იმედებით რისი უნდა გწამდეს რისი უნდა გჯეროდეს პირველ რიგში მინდა მიულოც უკვე ასე თქვა რაღაცა დამდეგშობა ახალი წელი და აი რაღაცა უკვე ხო მესამე დღეს უკვე ახალი წელია და პირველ რიგში რაც მინდა უშურო ყველაფერი კარგი ამ ხალხს რომ რაც ასე ვთქვათ 2025 ვერ შევძელით და ვერ გავამჯობესეთ 2026 უფრო მეტი შეგვეძლოს და უფრო ასე ვთქვათ ერთ-ერთი კარგი წელი ყოფილიყო ყველას ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ახალი წელი იმას ნიშნავს რომ ახალი მოლოდინები ახალი გრძნობები და ახალი ყველაფერი ახალი წყება ხო ახალი ასე ვთქვათ და უფალს მადლობა უნდა უთხრათ პირველ რიგში რომ ეს ახალი წელს ასე ვთქვათ მოვასწრო და ეხლა ჩვენ აღნიშნავთ უკვე 2026 წელს და ვინც ცოცხალია რა თქმა უნდა ყველას მადლობელი უნდა იყოთ რომ უფალმა ეს კიდე რაღაცა გვაჩუქა და ახალი შანსები მოგცა ხო თითოეული წელი არის ადამიანისთვის ასე ვთქვათ ახალი შანსი ხო იმიტომ რომ რაც იმ წელს რა შეძლია სულიერ წვება შეგიძლია იმ წელს უფრო ეცადო და უფრო მეტი გააკეთო და რა თქმა უნდა გჯეროდეს უფლის თუ არ გჯერ არაფერი არ გამოვა ეს ყველაფერი არის უფალს უნდა იყო მინდობილი და ყველაფერი იქნება კარგად აი ახსენე კიდევაც მამამ რომ ყველა განსაცდელი არის სასიკეთოდ ხო ნუ ადამიანი გამოიწვრთნას და რა თქმა უნდა ეს ახალი იმედები და ახალი ყველაფერი უნდა მივანდოთ უფალს და უფალს რომ მივანდოთ ყველაფერი კარგად იქნება აი შენ თუ გაქვს ამე ტრადიცია ან სურვილებს ჩაუთქვა რაღაცა ან აი რისი უნდა გწამდეს აი ხა ზოგს მაგალითად ზოდიაქოსი ჯერა ზოგს რაღაცა აი თუ შეიძლება რომ ამას აყვეს ხა ზოგს მაგალითად ხო უნდა რომ რაღაცნაირად რომ აი რაღაცა წარმატებული იყოს და ის თავისი ეუნება რომ აი ესეთი იქნები და კაი წელია შენთვის რაღაცა აი ამ შემთხვევაში აი რამდენად შეიძლება რომ აი ამ ყველაფერს დაუჯეროთ ან სადამდე შეიძლება რომ იფიქრო აქ
პირველ რიგში ეს ზოდიაქოები არის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხო ქრისტიანობას როგორ შეიძლება რაღაცა თვარემ და რაღაცა ნიშნება გადაწყვიტოს ადამიანს მეტი ღმერთი ვერ გამოდის ხო ღმერთი აღარავინ აღარ გამოდის და რა თქმა უნდა შეიძლება რომ ამ ყველაფერს დაუჯეროთ რომ შენ ესე გელოდება უფალს შეიძლება ეგრე უფალმა შეიძლება დაუშვას რომ ადამიანი რამდენად დაიჯერებს ხო ესაც ხო შეიძლება გამოსაცდელი იყოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჯეროთ აი ყველაფერს იმიტომ რომ ადამიანმა ხო შეუძლებელია იცოდე ხვალ რა გელოდება ეს ყველაფერი იცის უფალმა ხო აი როგორ შეიძლება ადამიანმა განსაზღვროს არ გვაქვს მაგდენისა რომ შეგვეძლოს ხვალ რა მოხდება ან შერაგელოდება ამ თვეში თუ ხარ იცოდე რა ეს როგორ შეიძლება ამ ხელა ისა არ შეიძლება ეს ყველაფერი და უნდა დაუჯერო უფალს და მიენდო და ასე ვთქვათ უფალს უნდა ანდო შენი ბედი და შენი ასე ვთქვათ ცხოვრება ხო და როგორ უნდა ანდოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხო იცი ამ ყოფიერმა ცხოვრება მოიპარა რა ღმერთისგან და საფიქრობ რაღაცა იმაზე და ღმერთზე საერთოდ აღარ გახსენდება ღმერთი რა. პირველ რიგში უნდა იყო უფალთან და ეს უნდა იფიქრო უფალზე და მიედო და რთულია მართლაც რომ ხედავ რომ იგეუბნებიან ასე მართლა ესე ხდება და ყოველჯერ ესაც უნდა მიხვდე რომ გამოწვევა არის ხო ადამიანისთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება უფლის დაშვებით არაფერი არ არის და მართლა ისა როცა ხედავ რომ მართლა რაღაცა ხდება მაგრამ ვერაში უნდა დაფიქრდე იმდენად იმ რაღაცაზე რომ უფალმა იცის ეს ყველაფერი და შეუძლებელია ადამიანმა იცოდეს ხო იმან თუ იცის შენ რატო არ იცი ხო რა ისაა რომ მაშინ ეგრე ადამიანმა ყველაფერი იცოდეს ყველაფერი იქნებოდა ასე ვთქვათ არ შეიძლება არეული წყობილიყო და კარგად წყობილიყო იმიტომ რომ ყველაფერს წინასწარ განსაზღვრავდა ხო აი ყველა ადამიანი რატო არის მოლოდინში რომ არ იცი ხვალ რა გელოდება აი რამდენი ყოფილა რომ მაგალითად ხვალ მეაკუნდიო მაგრამ შეესწე რომ მოხდეს აი არ იცი ხო რა მოხდება და ასე გვანდა უფალს უნდა მიენდო იმიტომ რომ ეს შეუძლებელია ეს ყველაფერი და მართლაც უნდა დაუკვირდე და რომ გადახედო ამ ყველაფერს რომ ეს შეუძლებელია და უფალი არის ეს ყველაფერი და როგორ ეწინააღმდეგება ან რეხლა რო ძახი ეწინააღმდეგება ზოგს რო შეიძლება კითხვა გაუჭეს რატო რომ ამ ყველაფერს რო გაიცნობი და წაიკითხა უკვე მიხვდები რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა ასე ვთქვათ არ არის რეალური და ეს არის ყველაფერი უფლის ხელში ეს დედამიწა და არ შეუძლებელია ადამიანმა ეს ყველაფერი ქნას ხალხშორის წინათ ეხლა მინდა რომ აუცილებლად აი პატრია ჩვენ ეკლესიას ასუსურებ იმ სასულიერო პირებს ასუსურებ მომავალში აუცილებლად ამ მომავალ წელს მინდა რომ აუცილებლად შენგანთან დავლოცვასავითაც თან მივიღო და თან წინათ რომ ნახე ხო წინათ რომ თქვი უწმინდესმა ნახა ეს და დაგლოცა კიდევაც და ძალიან გაიხარდა კარგად მოიხსენია და ძალიან მოეწონა რა და ესე შენით თან აი ყველა მიცის რომ მე შენ არაფერს არ ხო ხოლმე ისე იმათ შენით იცი ხოლმე შენ არც გიყვარს ხო რო გარიგებს იცი შენით თქმა ხოლმე და აი თუ შეიძლება მე აუცილებლად აი პატრიარქსაც თუ უსურვებ რაღაცას ვის აი პატიმრებს ვიღაცებს აი ესეთ იმ ადამიანს ვისაც ჭირდება ხო მოიფიქრე მაშინ იქამდე მამაოს კითხა რაღაცებს და მე ისე ვის აბა შენ რას მოიფიქრე ეხა მაინტერესებს ძალიან მაგრამ აი და მე ის სხვათა შორის დაგლოცა და ვანახეთ და ძალიან გაიხარდა და ძალიან მოიწონე სხვათა შორის და იცოდა კიდევ ჩენი შესახებ რა თქმა უნდა მაგრამ ეხა უფრო ბევრად რაღაცნაირად ისე და გაიხარდა ძალიან და მადლობა ამისათვის იმიტომ რომ მართლა მოსაფერებელი ადამიანია რომელსაც მართლა ყველა უნდა გაუფრთხილდე და აი ყოველ წელს პირველი მაგას თქო ხოლმე რომ ჩვენი პატრიარქი იყო ყავდეს კიდე დიდხანს თქო და თუ შეიძლება მამაო რა უნდა ვითხოვოთ აი თქვენც კითხავთ ჯერ და მე ის აი რა უნდა ვითხოვოთ რომ აი სწორად იმიტომ რომ ადამიანი იტანჯება ძირითადად აუხდენელი ოცნებების და სურვილების და გამო რომ აი მინდა რაღაცას ვერ შევწვდი და ის და ამდენ შეიძლება რომ არ ელოდებოდე არ იყოს შენი მოლოდინი ეს და არ დაიტანჯო ხო ამ შემთხვევაში მამაო აი რა უნდა იყოს ჩვენი მოლოდინი და რას უნდა ვევედროთ და როგორ უნდა განვიხილოთ ის ჩვენი მომავალი ცხოვრება რომ სატანჯველი არ გაგვიხდეს იმიტომ ხშირ შემთხვევაში მამაო ადამიანის ცუდად ყოფნა ღმერთს როგორ უნდა უნდოდეს ყველა ვარიანტში ცუდად ადამიანი თავის თავს ხდის თვითონ ხო შარში იგდებს თვითონ თავისივე არასწორი ნაბიჯებით ეგოიზმით განკითხვით აი თქვენ რასაც ამბობდი განკითხვა ეგოიზმი სხვისი არ დანდობა და ასე შემდეგ თუ შეიძლება მამა აი აქ რა უნდა გავითვალისწინოთ თუ გეტყვით აი მთავარი ისე და ისე მივალთ ისე წმენასთან მივარ ბატონო გიორგი იმიტომ რომ ესე იგი წელს თქვი რომ ერთ-ერთი ადგილი სადაც ადამიანმა ამ ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოს ეს ერთ-ერთი ეკლესია ჭეშმარიტი ეკლესია
და უნდა აი თავის თავს ძლიოს, იმიტომ რომ ნაბიჯის გადადგმას რატო უჭირთ, რომ ბევრი ისეა მიჯაჭვული ამ თავის ამ ქვეყნიურ ყოფაცხოვრებას, ისეა ჩაფული ამ რომ ტრიალში, რომ თითქოს თავს მიჯაჭვულია და თავსაც ვეღარ აღწევს თითქოს რაღაცნაირად აი ესეთ რაღაცა მოჯადული წრეში ტრიალებს და ერთი ხო იმიტომ რომ საკუთარ თავზეა და იმედებზეა დამყარებული და როცა ვერ იღებს იმას რაც სურს ანუ რეალობა სხვა და მოთხოვნება სხვა და არ ემთხოვა ეს უკვე იწვევს ნევროზულ აშლილობას უკვე ადამიანში და უკვე ადამიანი აი ემართება შიშები ემართება ვაიმე ის კარგად არის მე რატო არ ვარ იმას არ ვაკ მე რატო არა მაქვს და უკვე გადადის იგივე განკითხვაში იგივე შურში იგივე და შეიძლება რაღაცა ესეთი გაუთვალისწინებელია ნაბიჯის გადადგას ხო ან უიმედობაში ჩავარდა და ბოლო-ბოლო ეხლა ერთი წამები უნდა იმ საშინელი ცოდვის ჩადენას ხო თვითმკვლელობას და რაღაც საშინელებას ხო და ან რაღაცა უბედრობა ჩაიდენოს ვიღაცა წაართვა ზალით და ეს თქო და აღაჭაღოს ან მოპაროს ან რამდენი ისეთ შემთხვევები რომ აი აი არსებულმა გაჭირვებამ და რა ეს უბიძოს ადამიანს და ვეღარ დაიტევს ვერ აიტანოს ეს ყველაფერი და საშინელი ნაბიჯი გადადგას. ამიტომ ვისურვებდი რომ აი ყველამ გაიაზროს, იმიტომ რომ გამოვალ მდგომარეობა არ არსებობს. როცა ყველაზე მეტად გიჭირს, აი მაშინ დამივხვიდე, აი განსწრების თავი სარგებელი რა არის, როცა ადამიანს აი მაგას შეემთხოვა რაღაც სიტყვაზე ხო, ან ძიმბესენ შეეღრება, ან დაუშვათ აი განსაცდელი ეგოც წელა მოვიყვანე იობის მაგალითად ხო, იგივე შორს ვარ წავიდეთ აი გაბრიელ ქიქოზე ჩვენ უდესწმინდანია ქართული, რომელსაც ასევე ოჯახი გარდაეცვალა მეუღლე შვილები და მე გახდა წმინდანი ხო, მე გადადგეს ნაბიჯები და იგივე ეფრემ ასურიკა ციხეში მოეგო გონს და დააკავეს ხო, უკანონოდ ყავდა დაკავებული და იქ მოეგო გონს დაუფრია საკუთარ თავს რატო ხდება მის თავს და მე იპოვა კითხვები ამას უფალმა სიზმრულ ჩვენებაში მიანიშნა და მიხვდა ეს ადამიანი და დღეს უდესი მამა არის და მთელი მისი მოძრაობა სინალუზია აგებული და ეს ადამიანმა აქამდე მიხვიდე ამიტომ უნდა მიხვიდე ეკლესიაში და ყველას ქონია ხო განსწრელი ამ ცხოვრებაში არსებობს ადამიანი ვისაც რაღაცა არ შემთხვევია ხო იგივე აი თუნდაც იგივე ჩემი დაწყებული აი ყველას რაღაცა ქონია და რომ მიხვალ აი მოძღვართან იგივე წეგანსო საუბრობთ თავიდან რომ დავიწყეთ მოძღვრის საუბარი იმიტომ ჭირდება ადამიანს მოძღვარი იმან მიმართულება მოქცეს სწორი რომ იმ სწორი მიმართულებით წავხვიდე და როცა ყველაფერი კითხვაზე პასუხს იპოვი მე უკვე გაუადვილებ ადამიანს და ამიტომ თავი რა არის ყოველთვის უნდა ქონდეს უფლის იმედი რა ის ძალიან ალექსანდრებას თქვა რომ უფლის იმედი უნდა ცხოვროს ადამიანი არ შეიძლება რომ საკუთარ თავის იმედად ვიყოთ იმიტომ რომ ჩვენ უსუსურები ვართ აი ამას ბრძანას იონა ქორპიროცა და აი ყოველი კაცი სულ არის რა შინსავს ეს ნიშნავს იმას რომ როცა ადამიანი დაეცოთ ცოდით დაცვების შემდეგ უკვე აღარ შეუძლია განსაზღვროს წეგანსა თუ რა არის მისთვის კარგი რა არის ცუდი ხო ამიტომ რო არ აი ავწდეთ აი ამ იგივე ბეწვის ხიზას იაროს და არ დავიღუპოთ არ გადავიჩეხოთ ხრამშტაინის ამოსვლა იქნება ძალიან რთული შეიძლება შეუძლებელიც ამიტომ გვჭირდება სწორედ მოძღვარი ამიტომ გვჭირდება ეკლესია ამიტომ გვჭირდება ჩართულობა ამიტომ გვჭირდება წმინდანების ლოცვა კურთხევა აი რო კითხულობ მაცხოვრებას ისინი აგერ შეგეწევიან კიდევაც ხო ეხლა იმიტომ ბევრი რაღაცას იქ იგერ ნახავ რომ ისაც ჩვეულებრივი ადამიანი ყველაფერი განსხვავდებოდა სწორედ ჩვენგან ხო მე წეგანს თქვი რომ ზოგი აგე მარიამ მეგვიპტელი მეძაობით ირჩევდა თავს და პირიქით რამხელა წმინდა დედაა დღეს ხო ეხლა სულიერ ცხოვრებას მიაღწია რომ ის ხაერში მაღლდებოდა მიზდულების იმას ფაქტობრივად წყვეტდა ხო ეხლა მადლი ქონდა მას და იგივე მოსეშავი ბანდის მეთაური იყო და აგერ დღეს წმინდანია და არაერთი მაგალითი აი ავაზაკიც ხონდა პირველი ხო შეასრო ყველას სამოთხეში და მთელი ცხოვრება ავაზაკობდა ხო და ჯვარზე ვისაკრავდნენ ყველაზე მძიმე დამნაშავეებს საშინელი დანაშაულებსაც ყო ჩადენილი ხო და თუ მათ გადააფასდეს შეძლეს ეს ყველა ადამიანი შეუძლია და როდესაც ამას ეცნობი ბატონო გიორგი ხო უფრო იმედი გეძლევა ნუგეშის ნახულობ და უკვე მიდიხარ უფალთან და უფალსაც ეს უნდა რომ მასთან ახლოს მიხვიდო აი უძღებიშვილი რატოა ყველა სამაგალითო იგავე ხო უძღებიშვილი აი მისი ცხოვრების პირველ ნახევარი გაანეავა ყველაფერი მამის მემკვიდრეობა გარყვნილობაში მეძაობაში რა თქვა დროსტარებაში და როცა ნახარო საშინელ მდგომარეობაშია უმედობაში კი არ ჩავარდა თქვა რომ მოდი ეხლა უნდა დავბრუნდე მამასთან და თუ კი ის მამაჩევი აგე მსახურებსო ყვებას ხო მეც ხო ესაო და წავიდა მამასთან და მამის ეგებება გზაში ხო აქეთ უფალი აქეთ შემოეგებება ადამიანს დაინახოს მონალოს მისკენ მავალს ისაც უკვე მეშველება და ეს როცა ადამიანი მას გაიაზრებ მე ცხოვრება სადვილი ხდება აღარაცება რაღაცა ყოფილი პრობლემებს ესეთ მნიშვნელობას აღარ ანიჭებ რომ აი თურმე იმის იქით არაფერი აღარ ხდება რა იმიტომ რომ ადამიანი რამდენიც არის გონიერი ხანდახან ისეთ უგუნურობას იჩენს რომ შეიძლება აი რაღაცა ფსალმებში ხო მიეზღავსო კაცი
ხო პატრიოტაშია ყოველთვის გულისხმობა ხო და ბაძადებები პირველად აღგუნვართ და მიემსგავსება მათ აი ესეთ იმაშია სამწუხაროდ ხოლმე ადამიანი ზოგჯერ ამასაც ამოვიკითხე ერთ მილიარდე რაღაცა 1 მილიონი ნახა წაგება და გული გაუხდა ნუ გარდაიცვალა და ეხლა აი რა ვიცი ეხლა ხო ხვდებით მისთვის ფულის უფალი და ყველაფერია ძალოფლო ფული არ ახსენება არც ღმერთი ახსოვს არც მოყვასი ახსოვს არც დაუშვათ გაჭირებული არაფერი აი დიდის და იგავეს ლაზარეს რა იგავეროა დიდის და ლაზარეს მსახარებაში ხო მდიდარი ყოველდღე დროსტარებაში ატარებს და გარდაიცვალა სადამოჩნევა ჯუროხეში და ლაზარი კიდე რომელიც აგერ გაჭირებული იყო და წყულებს ერთ-ერთი ნუგეში იყო და ძაღლები ლოკავდნენ ის აგეს აბრაამის წიაღში სამოთხეში აღმოჩნდება და აი ეს არის ეს სწორი მიმართულების და მიმართულების პოვნა და გამოსავალი ეს ხო რა თქმა უნდა გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს თავია ჩვენზე ყველაფერი დამოკიდებული მოკლედ თუ გადავდგათ ნაბიჯს უფალს მოგეხმარება და თუ არა და ნუ ჩვენი ბრალი იქნება და აქ უფალი არ ფშოში არის ნუ ძალად უფალი ვერავის რაცხოვს იმიტომ ადამიანს თავისუფალი ნების ჰქონია არჩევანის გაკეთების საშუალო უნარიც გვაქვს ჩვენ და ამიტომ აი არჩევანს რო გავაკეთოთ აი ამაშიც გვჭირდება უფლის შემწეობა იმიტომ რომ შეიძლება ისეთი არჩევანი არ გავაკეთოთ რომ პირიქით ეს რაღაც უგუნურობა ჩავარდეთ ამიტომ არის სოლომონ ბრძენას უფალი გამოეცხადება სიზმრისეულ ჩვენებაში და იტყვის რომ რას ინატრებდა წარმოგიდგენთ სოლომონ ბრძენა ახლა უდიდესი ადამიანი იყო და დიდი მეფე იყო ხო და რა შეთხოს რომ უფალო მომეცი გული გონიერიო რომ შეძლო გარჩევა კარგის და ხო აი ეს არის მთავარი აქაც უფლის შეწევა აქაც უფლის დახმარება გვინდა იმიტომ რომ საკუთარ იმედად ეს ძალიან ბევრ შესწავლას დაუშვებს ადამიანს ამიტომ უნდა მივედოთ ხოლმე უფალს და ეს ვისურვოთ რომ უკეთესი წელი ყოფილიყო სამხრივ 2026 წელი მithume ამხელა საშუალება აქვს ყველა ადამიანს ხო წეგანს თქვით რომ ყველა ტაცები ამხელა მაგრამ მამები არიან მაგრამ რომელიც დღე-დღე ფიქრობენ იმაზე რომ აი თავიანთი სულიერი შვილები სამწუხაროდ თქვა მართლაც განსწავლოს და ატაროს სწორი მიმართულები და მივიდეთ ასე მოძღვრებთან და ყველაფერი რა თქმა უნდა კარგად იქნება შემდეგ და არ იქნება მსგავსი აღარ ჩური აღარ გაკითხვა აღარ სიძული და ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაიძლება ეს არ უნდა იყოს ძალიან დაიყო ადამიანი ამ პარტავნებანი იმან ისე გააკეთა რომ ადამიანები დაგყო და ბოროტი ბატონობს და არ შეიძლება ესე მართლა გაუთხილთ ერთმანეთს და რაღაცა მთავარი არის რომ ჩვენ იმაზე მაღლა უნდა დავდგეთ რა ჩვენი ეს პოლიტიკური ინტერესი იქნება რაც არ უნდა იყოს ხო ადამიანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი შენთვის ადამიანი თუ მნიშვნელოვანი არ არის ის შენ რო სხვა ადამიანის ლანძღვით იმით მოდიხარ ამ ქვეყნად ვერ გამარჯვებს ვერაფრით რა ის ხვისი დამცირების ხარჯზე ხვისი იმის ხარჯზე ხო შეუცდარი არავინ არ არის და აი ამ შეცდომების წამოწევის ხარჯზე შე რომ იმას რაღაცა იმას აკეთებ შენ კარიერას იწყობ აუცილებლად ჩამოგენგრევა ეს რა არ შეიძლება ეს არც სულიერებაში არც იმაში ყველგან არ დაუშვებელია იმიტომ საქართველოში მithumetes იმდენად ცოტა ვართ რომ ერთმანეთზე არ უნდა ვიდგეთ ჩვენ უნდა გავიხაროთ ერთმანეთის კარგად ყოფნით რა და აი როგორ უნდა იყოს იცი რომ მე რო კარგად ვარ ის სხვაც კარგად უნდა იყოს ამით მიუხედავად შეიძლება არ იყოს იმ წამს კარგად მაგრამ ამით უნდა ხარობდეს და ქართულს ეს ქონდა რომ აი სხვას ენაცვლებოდა შენი ჭირი მე წარმოგიდგენ 100 სიტყვები აქვს ქართ აი სხვისი ჭირი იყო ის და რომ სხვისი სიხარული იყო მისაღები და დღეს ეს აღარ არის წარმოვიდგინეთ ახლა დღეს პირიქით არის რომ სხვისი ჭირი გასახარი ხდება და არ შეიძლება და როგორ აი წარმოვიდგინეთ ახლა როგორ უნდა აი თუ შეიძლება რომ კიდე რას გვისურვებ რას უსურვებ მაგალითად პატრიარქ ჩვენ ეკლესიას იმ მამებს და იმ ადამიანს აი პატიმრებს ძალიან უყვარხარ ბევრს რაღაცა და აი თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად გითხრა აბა აი რაღაცნაირად შენებულად რომ პირველ რიგში მოდი პატრიარქს უსურვებდი კარგად ყოფნას და ასე ვთქვათ რა თქმა უნდა მას დიდი ღვაწლი საქართველოში ხო და მართლმადიდებელი არის ვარ ჩვენ და მის ვარ ყოფილიყო ბევრი რამე ასე არ იქნებოდა ახლა როგორც არის ხო ყოველდღე უნდა უმადლოდეთ ჩვენ უწმინდეს ხო იმიტომ რომ ხელა ასე ვთქვათ ჭაობიდან ამოგვიყვანა ეს ქართველი და დაგვაყენა სწორ გზაზე ამ ხელა მადლია და ეს პატიმრებს და ყველა ვინც განსაცდელში არიან უშურავდი რომ რა თქმა უნდა ასე ვთქვათ უფრო რაც შეუძლიათ უმფალთან იყვნენ და ყველა ადამიანი მარტო პატიმრებზე არ აქვს ხო აქ ლაპარაკი და ვისაც განსაცდელია ყველა ადამიანზე ესეჭირო რომ უფრო უფალთან იყვნენ და რაც ასე ვთქვათ წეგანს ვახსენე რაც სულიერ ცხოვრებაში ამ წელს რა შევძელით იმ წელს უფრო ვეცადოთ და იმ წელს უნდა შევძლოთ ასე ვთქვათ იმიტომ რომ ესე თუ ასე ვთქვათ სულ ჩაგვივარ და რაღაცა მე რო უკვე რთული არის რომ ისე იგივე
1000-ჯერ გავიმეოროთ და უპასო უფრო ნელა რთული იქნება და მაგრამ რა თქმა უნდა რთული პერიოდი უფრო ისე ყოველ დღე მადლობა უფრო ბევრი პრობლემა უფრო მეტი გასაჭირია მაგრამ უფალს მადლობა უნდა ვთქვათ რომ დღე გაგვითენდა ხო ეს დღე და მეტუმეტეს ახლა შემდეგი წელს რა თქმა უნდა ასე ვთქვათ გაგვითენ ეს დღე და რა თქმა უნდა ყველა უნდა მიენდოს უფალს იმიტომ რომ უფალს თუ არ მიენდე მაშინ ასე ვთქვათ გადავარდები ბეწვის ხედიდან და ვეღარც ამოყვალე შეიძლება შეუძლებელიც არის ხო და რა თქმა უნდა უფალს უნდა მიენდო და უფალს როცა მიენდობი ბევრი ყოფილა რომ კალითად არ ქონია უფლის იმედი და ჩავანილა გასაცდელში და როცა უფალს მიენდო უფალს ის გაუნათა ასე ვთქვათ გონება და უფრო ასე ვთქვათ მიუახლოვდა მართლმადიდებლობას და ჭეშმარიტი ქრისტიანობა ქვია და რა თქმა უნდა ეს არის ასე ვთქვათ ახალი ყოველ წელი ახალი ფურცელია და ახალი შესაძლებლობებია ხო თითო ყოველ წელი წარაღწევს შანსი არის და რა თქმა უნდა ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ და გამოვიყენოთ და ყველას უშურები რომ ეს წელი ეს ერთ-ერთი საუკეთესო წელი ყოფილიყო ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა იმიტომ ეს არის თავარი ასე ვთქვათ თავარი და რა თქმა უნდა უფრო მიახლოებას და ასე ვთქვათ უფრო შეიცნონ ასე ვთქვათ რა არის ქრისტიანობა და მისი მადლი შენი ეს საიდან მოდის ხოლმე აი ამდენი დაპირისპირებები ამდენი ზიზღი ადამიანებში და რა შედეგს მოგცემს ეს რა თქმა უნდა მოდის რა თქმა უნდა შურით ერთმანეთის განკითხვით რომ იმას ესეთი აქვს ის მაგალითად უპროსი ისისა და მე გინდა რომ ის ასე ვთქვათ იმის რაღაცა სკამი დაიპყრო ხო და ის კანს კი რო გინდა მაგალითად ძალაუფლება კონდეს ის ძალაუფლება რო გარდაიცვლებით გაყვება ერთი აღარ მახსოვს მდიდარი იყო მანგონი და აღარ მახსოვსtat სახელი ახლა ვეღარ ვიხსენებ რომ გარდაიცვალა მიხვდა რომ სიმდიდრე არაფერი არ იყო და ყოლავდა ასე ვთქვათ ფუჭი იყო ეს ქაღალდი ფული ეხლა ამ პერიოდისთვის ანუ დედამიწაზე ფეხი გვიგას და ვართ მასთვის რაღაცა ეს ქაღალდი ასე ვთქვათ გამოყენებადი და მე როგორ იქცევით არანაირი ფასი არ აქვს რაც კიდე მილიარდები კონდეს ამ დედამიწაზეც ასე ვთქვათ უფასურია ეს ყველაფერი ხო თუ უფალთან არ ხარ და რა თქმა უნდა ბევრი მდიდარი ადამიანი ყოფილა რომელიც უფალთან ასე ვთქვათ მისულა და არ ასე ვთქვათ ამონებულა ფულზე და რა თქმა უნდა პირიქით პრობლემა შეიქმნა და მაგრამ არ იმას უქმნიათ ხო არ დაუქმნიათ უფალი და რა თქმა უნდა ეს შური და პრობლემა მოდის სიძულვილისგან ხო ადამიანი თუ გიყვარს და აი ურთიერთსიყვარული უნდა იყოს რა თქმა უნდა ეს თუ არ არის ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა ეს არაფერი არ არის ხო მაშინ თუ უფლის ერწევს ურთიერთსიყვარულს ვერ იქნება იმიტომ თვითონ უფალი არის სიყვარული ხო დასრული ასე ვთქვათ სიტყვა და აი როგორ უნდა დააყენოს ადამიანმა უფრო წინ აი მატერიალურზე რაღაც ისეთზე მეორე ადამიანი. რა თქმა უნდა, აი როგორ უნდა დაუთმო მაგალითად იმას, რომ თქვა რომ აი ჩემთვის ეს არაფერი არ არის, თავარია შენი ყავი, კარგად. აი როგორ უნდა გააკეთო? აი ხომ უნდა აიძულო თავი მაინც, რომ აი ურთიერთსიყვარული და აი აქაც ურთიერთსიყვარული ეს ადამიანი გიყვარს იმ ადამიანს და უფალთან ყოფნით. თუ უფალთან არ ხარ, არის ურთიერთსიყვარული რა არის, ამ ყველაფერს ხوار გააკეთებ. აი შეგძულდება ყველა საერთოდ არ გაინტერესებს ეს გავლელი ვინ არის და საერთოდ ზედა შეხედავს ვინ არის. პირიქით მისგან კითხვას დაიწყებს რაცშია. პირიქით მისგან კითხვას დაიწყებდა. უნდა რა თქმა უნდა უფალს რომ გაეცნობი ამ ყველაფერს ქრისტიანობას წაიკითხავ, მით უფრო წინ დააყენებ ხო ყველას, აი როგორც დედას რო აყენებენ წინ ხო, ნებისმიერში ნათესავს რო წინ აყენებ, ისაც რო შენი ადამიანია. ხო, ის ყველა ადამიანი ეხლა დაფიქრდე გამოსშენაცნობ იმიტომ რომ იმანიშვა და ეს რომ გამრავლდით ყველა ვიღაცის შვილია ხო? მე ასე ვთქვი გამრავლდით ყველა ასე ვთქვათ ყველა ერთის ნაცნობი ვარ და ყველა ღმერთის შვილები ვართ ხო? ბევრჯერ გამომიყენებია ეს ფრაზა საუბრებშიც რომ ყველა ღმერთის შვილები ვარ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და რა თქმა უნდა მინდა რომ ასე ვთქვათ უფრო გაძლიერდეს და ასე ვთქვათ, უფრო გაალდეს ეს ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იმიტომ მის გარშე რომ მიყვეთ არაფერი არ გამოდის და
ყველას უშურებდი რომ ეს წელი ყოფილიყო საუკეთესო და ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყვნენ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და ლამაზად ისაუბრე სხვათა შორის ყოველ წელს უმაუცებ ხოლმე რა. ძალიან მაგარი ხარ და აუცილებლად აი აქ ზემოთ ხა შენი სურათი ხომ აქვს აქ პატარა აი აქეთ ხარის რო ხა ნახე რა პატარა იყავი აქ რომ მოდიოდ მე კიდე სუი არის ხოლმე და სუი და ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ აუცილებლად ერთად რა იმიტომ რომ ძალიან აი მომაუწეს ვიღაცებს დავიხმაროთ ხოლმე აქედან რაღაცები გავაკეთოთ ისეთი რაღაც საქმე მოქმედოთ რაღაცა დავიხმაროთ იქ ვისაც დასჭირდება დახმარება და აუცილებლად ხა ბედნიერებას გისურვებთ ყველ მამაო ძალიან დიდი მადლობა მამაო მოგზანდით მადლობა ესეთი შვილიშვილის გაზდისათვის უბრალოდ მადლობას მოგახსენე და მადლობა იმისათვის რომ ჩვენი ეკლესიის ესეთი ღირსეული და ჩვენი უფროსი მეგობარი ხართ და წევრი ხართ მამაო მადლობა მოვიკითხავ მთელ თქვენ ტაძარს მრევლს ფოფოდიას ყველას აბსოლუტურად იმ ადამიანებს ვისაც ვინც ესე უდგახართ ეკლესიის იმიტომ ურთულესი პერიოდი არის და გეხვეწებით არ დაგტოვოთ აი იცოდეთ რომ აი ალექსანდრეს თქმის არ იყოს ყველა ვართ ერთმანეთის მეგობრები მე შემეშლება იმას შეიძლება მეცუდი ვარ მე ვიქნები ეკლესიაში ისიქნებ ეს ეგ არ არის ჩვენ ვართ ერთმანეთის გაჩენილი გთხოვთ არავინ არანაირი არც მატერიალურის გამო არც პოლიტიკის გამო ერთმანეთი არ დავჭამოთ გეხვეწებით ძალიან ცოტა ვარ და მალე სანატრელი გაგვიხდება ეს ერთმანეთი აი ნახავთ გეხვეწებით ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს გისურვებთ და აუცილებლად რა თქმა უნდა პატიმრებს მოვიკითხავ და ხვალ დაგიმრუდებით საღამოს რის ნახევისათვის ძალიან საინტერესო ეთერი გექნება სხვათა შორის მთელი წლის ეს უნდა შევაფასოთ და შევაჯამოთ და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვიტყვით კარგად ზანდებოდეთ დროით მე გახდით გიორგი დარასელია და ხვალ საღამოს რის ნახევისათვის ამ წლის ბოლო გადაცემას დავაბრუნებთ და დროებით